სოფელი დიდი ისტორიით ზღვის დონიდან 750 მეტრზე ბორჯომ ხარაგაულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ნუნისის გამორჩეული ბუნება, უნიკალური მიკროკლიმატი და განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების გოგირდოვანი წყალი კარგი დასვენებისთვის ყველა პირობას ქმნის. სოფელი, რომლის განსაკუთრებულობაც ვახუშტი ბატონიშვილის წყაროებშია ნახსენები, ისტორიული ძეგლები კი მე-19 საუკუნეებით თარიღდება, უკვე წლებია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ელოდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაბამისი საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს ნუნისია, ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლით. თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებების გამო ამ წყალს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. კურორტს მთელი წლის განმავლობაში არაერთი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს. თუმცა ნუნისის მოსახლეობა უკვე წლებია ელოდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. სწორედ კურორტის მნიშვნელობიდან მომდინარე იგეგმება ამ გზის რეაბილიტაცია. საუბარია დაახლოებით 5 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის პროექტირებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. შესაბამისი საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერის გამოცხადება უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. მინდალი წლის აპრილის თვეში უკვე დაგეგმილია საპროექტო სამუშაოების ტენდერის გამოცხადება, რომლის დასრულება იგეგმება მიმდინარე წელს, რის შემდეგაც გამოცხადდება უკვე სამშენებლო სამუშაოების სატენდერო პროცედურები. კურორტი ნუნისი ცნობილია მე-19 საუკუნიდან და ზოგადად აღნიშნული როგორც ნუნისი, ასევე ზვარე ცნობილია მისი მინერალური წყლებით და ბალნეოლოგიური კურორტით. შესაბამისად, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე რეგიონის ზოგადად ხარაგაულის ტურიზმის პოტენციალის დასს. პროექტი მოიცავს მოლითი ზვარე ნუნისის გზის სრულ განახლებას. აღნიშნული მონაკვეთი იწყება ძირულა ხარაგაული ჩუმათელეთის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან, სოფელ მოლითში, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. გზის მოწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იგეგმება, რაც უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტის ავტორების ინფორმაციით ასევე შემცირდება მგზავრობის დრო და არსებული რისკები. არის სულ 7 კილომეტრი ნუნისიდან მოლითამდე. დაახლოებით გუნდები ჩასვლას 40 წუთი. და თუ კი რაღაც ეშველება და გაკეთდება, ეს მარტო იმიტომ კი არ იქნება კარგი, რომ ტრანსპორტმა აიაროს. ყველასთვის დიდებული საქმე იქნება. კურორტია, აგერ ზვარეში მინერალური წყლებია, იმასაც შეიძლება ამოქმედდეს. გზის რეაბილიტაცია დიდი შეღავათი იქნება არა მარტო ჩვენი სოფლის მოსახლეობისათვის, არამედ იმ ვიზიტორებისათვის და სამკურნალოდ მოსული ადამიანებისათვის, რომლებიც მრავლად სტუმრობს როგორც ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ასევე კურორტ ნუნის. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. კურორტი 1856 წლიდან არსებობს. აქ დაუვიწყარ დასვენებასა და მკურნალობას განაპირობებს მთის ჰაერი და ლამაზი ბუნება. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც, რომელიც ასევე სამკურნალოა. ხარაგაულის მერის განცხადებით ეს გადაწყვეტილება პასუხობს ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზვარის თემისთვის. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც აუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურობას და აძლიერებს ჩვენს რეგიონში ტურისტულ პოტენციალს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გზების დეპარტამენტის მიერ კურორტ ნუნისის მიმართულებით 5 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია, რაც გაზრდის ტურისტთა რაოდენობას და ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ ზრდას. გამორჩეული კურორტი გახლავთ ნუნისი, რომელიც შემდგომ ძალიან დიდ ბიძგს მიცემს ხარაგაულის ეკონომიკურ განვითარებას. მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში ელოდებოდა ამ გზის რეაბილიტაციას, ისევე როგორც კურორტი ნუნისი განვითარებისთვის საჭიროებდა ამ გზის რეაბილიტაციას, ეს უკვე
აღარ არის მოლოდინის რეჟიმი, შედგა უკვე ეს გადაწყვეტილება და ჩვენს მოსახლეობას ულოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას. მოლითი ზვარე ნუნისის გზის რეაბილიტაცია მიზნად ისახავს კურორტ ნუნისის ხელმისაწვდომობის გაზრდას და რეგიონის ეკონომიკური აქტივობის წახალისებას. პროექტირება მიმდინარე წელს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცესი.